მოსამართლემ ვერ გაუძლო წმეხს ხელისუფლების, ეს არის აბსოლუტურად აშკარა, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. ეს გადაწყვეტილება, ეს პოლიტიკა, რადგან პირველ რიგში პასუხს აგებს დღევანდელი ხელისუფლება, ღარიბაშვილის მთავრობა და მათი დე-ფაქტო მმართველი ივანიშვილი, მათ დაუჯდებათ პოლიტიკურად ძალიან ძვირი, მაგრამ სამწუხაროდ ქვეყანასაც დაუჯდება საკმაოდ ძვირი ამ პოლიტიკური კულტურის დანერგვა, როდესაც პოლიტიკურ ოპონენტებს, ოპოზიციის ლიდერებს პოლიტიკური მოტივით სვამენ ციხეში და სასამართლოსაც დაუჯდება ძალიან ძვირი ესეთი პრეცედენტები, როდესაც აშკარად ხარკის გადახდა მოხდა რეჟიმისადმი, ნებისმიერი ადამიანისადმი, ვინც სამართლებრივად არის ჩახედილი ამ საქმეში და ზოგადად მინიმალური ცოდნა აქვს, ნათელია, რომ ეს დიფერენციაციაც, როდესაც უდანაშაულო ჭიაბერაშვილი უდანაშაულო ცნეს ძირითად ბრალდებებში და ფაქტიურად გარეთ დატოვეს და მირაბიშვილი ჩასვეს, ეს არის მცდელობა გაზავების და წმინდა წყლის პოლიტიკური სამართლის. კიდევ ხომ ეს არის ძალიან ცუდი დღე არა მარტო მართლმსაჯულების, არამედ საქართველოში დემოკრატიული ტრადიციისთვის. ძვირი დაუჯდება ქვეყანას, მაგრამ ძალიან ძვირი დაუჯდება დღევანდელ ხელისუფლებას, ვინც ეს განაჩენი დაუკვეთა.